ასე თქმული პოსტ-აკნე ლაქები. ეს არ ეხება მარტო აკნე, ვისაც აქვს დიაგნოზი, ეს ეხება იმათაც, ვისაც აქვს დაუშვათ ერთჯერადი გამონაყარი, ჩირქიანი გამონაყარი, რომელსაც თქვენ აქტიურად იწვალებთ ხელებით. აი ამ წვალების შედეგად ზიანდება რა სისხლძარღვი. ამიტომაც ძალიან ძნელია მერე დაუშვათ იქ მექანიკური მოძრაობებით ამ ლაქის გადაყვანა. მექანიკურ მოძრაობაში რას გულისხმობ? ეს არის სკრაბი მაგალითად, იქ ზედაპირულად რაღაც საფხეკის ახეხის საშუალებების გამოყენება სამწუხაროდ ეს ვერ გადავა. რატო უბრუნდები იმას? ეს არის დაზიანებული სისხლძარღვი. დაზიანებული სისხლძარღვი ჭირდება შესაბამისად ის საშუალებები, რომელიც იმუშავებს მის აღდგენაზე და უკვე აი ეს სისხლძარღვი, როცა დამშვიდდება და დაწყნარდება, ეს ლაქაც გადავა. ამისთვის ყველაზე კაი საშუალებაა აზელაინის მჟავის შემცველი სერუმები. ამაზე მე წინაზეც ვისაუბრე, ეხლა კონკრეტულად გეუბნებით. თუ ეს არის პოსტ-აკნე წითელი ფერის წვალების შედეგად გამოწვეული, აი ამ შემთხვევაში გამოიყენეთ ეს საშუალებები. აბა ჩემო კარგებო, როგორც ყოველთვის წარმატებულად ჩანს გესურვებთ.